წუთ ნახევარში მინდა გიპასუხოთ მთავარ 5 კითხვაზე, რომელიც არის ყველაზე ხშირად დასმული ჩემი საყვარელი თავისუფალი უნივერსიტეტის ფონზე და ამ საყვარელი პუტკუჩუნა ქანდაკების ფონზე, რომელიც ძალიან მიყვარს. პუტკუჩუნა ქალბატონს ეძახი მე ამ ქანდაკებას. პირველი კითხვა, მყავს თუ არა ცოლი? ეს არის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ყველა ენაზე, ყველანაირი ფორმით. დიახ, მყავს ცოლი, უკვე 10 წელია ჩვენ ერთად ვართ. მეორე კითხვა არის რა, რუსულად რატო ვიწერ ვიდეოებს? რუსულად იმიტომ ვიწერ ვიდეოებს, მეგობრებო, რომ რუსულენოვანი აუდიტორია მყავს ძალიან დიდი, ვინც რუსულად მისმენს და არიან არა მარტო რუსები, არიან ქართველები, არიან უკრაინელები, აზერბაიჯანელები და ძალიან ბევრი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვინც უცხოეთში ცხოვრობენ და ეს ენა ესმით. ეს არის და ეს. მესამე, რატომ გავხსენი იურისტმა სტომატოლოგია? ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები, ჩემი და კიდევ სხვა ჩვენი ოჯახის წევრები არიან ჩართული ამ სფეროში ძალიან ბევრი წელი, 20 წელზე მეტია. და ეს სფერო იყო ასე თუ ისე ჩემთვის ახლო და ამავდროულად მინდოდა დივერსიფიკაცია ჩემი იურიდიულ ფირმის შემოსავლელთან მიმართებაში. შემდეგი რა, როგორ დავაგროვე ეს თანხა? დავაგროვე ჩემი იურიდიული ფირმის მეშვეობით, რომელიც მრავალი წელი ფუნქციონირებდა და დავაარსე მე თვითონ აბსოლუტური ნოლიდან. კიდევ არის კითხვა, რეაბილიტაცია რა ჯდება სრულად პირის ღრუსი? ძალიან ინდივიდუალურია, ვერ გიპასუხებთ ამას ცალსახად, იმიტომ რომ უნდა მობრძანდეთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი კატე, ან ჩვენთან გაიკეთოთ კატე და გიპასუხებთ ამ კითხვასაც ამოვწურავად. ყველას ბედნიერი დღე, ჩვენთან ძალიან კარგი ამინდია.